კოდექსები და ლექსები. ინსტრუქციები და ზღაპრები. როდესაც მე დირექტორად დავინიშნა და თეატრს ჰქონდა უამრავი პრობლემა და ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ პარლამენტში, სხვადასხვა დაწესებულებებში, გავაგზავნეთ სხვადასხვა სამინისტროში. მაინც მე არ დავლოდები ვარ ამ წერილების პასუხებს. ქმედება დავიწყე მანამ, ვიდრე პასუხები ჩამოვიდა და ამ სამინისტროებიდან და როდესაც პასუხები ჩამოვიდა და ეწერა რომ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მე უკვე პრობლემა გადაწყვეტილი მქონდა. იმიტომ რომ ყველაფერს წყვეტ შენ თვითონ. რამდენად აქტიური ხარ და რამდენად ზუსტად იცი როგორია შენი პრობლემა, რამდენად კარგად იცნობ შენს პრობლემას, შენს ქალაქს, შენს საჭირბოროტო საკითხებს, რომელიც გაწუხებს. იმიტომ რომ წუწუნი არის ყველაზე დიდი სისუსტე. ჩვენს თეატრს ბევრი დირექტორი ყოლია. ესენი გახდნენ ბატონები შოთა პირველი, დავით მანდარია, გერვასი ცხადაძე, ლევან როხვაძე, შალვა ქებაძე და ბოლოს მოვიდა ქალბატონი იაიაშვილი და ქაოსში მოვიდა, არეულობაში მოვიდა, ჩვენ თეატრის ყოფნა არ ყოფნის დროს მოვიდა, იმიტომ რომ იყო თქმულება, რომ თეატრი უნდა გაყიდულიყო, თეატრი უნდა დაშლილიყო, თეატრი უნდა იავარქმნილიყო და ძალიან ცუდი იყო და ჩვენ თითოეულ თანამშრომელს ფარხმალი ჰქონდა, თითქმის დაყრილი, ხავს ვეჭიდებოდით, ვაიმე ვინ მოვა, რას გააკეთებს რაღაცა და უცბად ეს აფანდარა გოგო შემოვიდა თეატრში და მეგონა ვერ წარმომედგინა. რომ ჩვენს თეატრში შეიძლება და ხალი ყოფილიყო დირექტორი. იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავთ რაღაც ასე გვეგონა რომ აი მამაკაცს ყველაფერი შეუძლია, მამაკაცი უფრო ძლიერია, მამაკაცი უფრო შევა სადღაც რაღაც. თურმე ეგრე არ ყოფილა. როდესაც თეატრის პრობლემები შევისწავლე, აღმოჩნდა, რომ თეატრს წლების განმავლობაში მიუღებელი ჰქონდა ბიუჯეტიდან 82,000 ლარი და ეს თითქმის ჩვენი ვალის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამიტომ ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი იმაში, რომ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ. მოსამართლე გახლდათ მერაბ კოზმავა, ქალაქის მოსამართლე, ვისაც მიანდეს ჩვენი საკითხის განხილვა. და მე მაშინვე დავინტერესდი, ყავდა თუ არა მას შვილები. აღმოჩნდა, რომ მერაბ კოზმავას ყავს 4 არაჩვეულებრივი შვილი და გამიმართლა იმაშიც, რომ ეს ბავშვები ყველა თოჯინური თეატრის ასაკისანი არიან. და მე სიამოვნებით მისი ოჯახი მოვიწვია სპექტაკლზე და როდესაც პროცესი დაინიშნა და გამაფრთხილეს სასამართლოში, რომ თქვენი პროცესი დაინიშნა ამ დღეს, მე მას ვუპასუხე, იცით რა, ბატონო მერაბ, ჩვენი პროცესი კი არ დაინიშნა, თქვენი შვილების თეატრის სასამართლო პროცესი არის აი ამ კონკრეტულ დღეს მეთქი და ხათაშორის ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მთელი ოჯახი მოვიდა, ბავშვებს ძალიან უყვართ ჩვენი თოჯინების თეატრი და 4-ვე შვილი რომ დავინახე ამ დარბაზში შემოსული, მივხვდი რომ თოჯინების თეატრი აღარასოდეს აღარ დაიხურებოდა ქუთაისში. მას შემდეგ რაც თოჯინების თეატრის დირექტორი ვარ და ეს არის სულ რაღაც 1 წელია, მივხვდი რომ შენ თვითონ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, როცა ადამიანს გაქვს მონდომება და გაქვს პასუხისმგებლობა და როცა რაიმეს ხელს მოკიდებ ნებისმიერ საქმეს არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რა სქესის წარმომადგენელი ხარ. როცა რაღაცა საქმეს ხელს კიდებ, უნდა იცოდე, რომ შენ აუცილებლად ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო და გააკეთო ისე, როგორც შენ მოგეწონებოდა სხვას რომ გაეკეთებინა.